ქართველი თავის სულიერ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს ეკლესიაში და მას ექმნება ილუზია, რომ ის არის ქრისტიანი. ეკლესიური რო ხდება ადამიანი და რელიგიური ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას, ის ჯერ კიდევ არ არის ქრისტიანი. და აი ეს შეცდომა ძალიან ბევრ ადამიანს მოდის. ის რომ ადამიანი ახსარებებს ამას და ეზიარება ამას მნიშვნელობა პრინციპული არ აქვს. მაგალითად, საქართველოს სინამდვილეში მადლობა ღმერთს ეგეთი საშინელება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში, სხვაგან მართლმადიდებელი ეკლესიებში არა ერთი და არა ორი შემთხვევა არის ცნობილი, როდესაც მართლმადიდებელი მღვდელი ხდება ისლამის მიმდევარი. მუსულმანი ხდება, ანუ რელიგიას იცვლის. გესმით? რა უცნაურია, არა თუ ეზიარება მღვდელი, არამედ თავად მწირველია. არა თუ უბრალოდ მორწმუნეა, არამედ მსახურია, ღვთისმსახურია. რა ხდება? ხედავთ? მღვდლობას არ არის გარანტია იმის. ასე რომ თხილად უნდა ვიყო და ეს მღვიძარე ვიყოთ, ეს ჩვენ გვეხება. ჩვენ გვეხება. ჩვენ ამას ახლა დღეს სანამ ჯამთელები ვართ, ცოცხლები ვართ, დავდივართ, მივდივართ, ვერ ვგზნობთ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ისეთი გამოცდის წინაშე დავდგეთ, რომელიც იქნება ანტიქრისტეს დროს. ძალიან ბევრი ადამიანი უარყოფს ქრისტეს იმით, რომ იგი აღიარებს ანტიქრისტეს როგორც ღვთისაგან გამოგზავნილ მხსნელს. მისი აღიარება მხსნელად ეს იქნება ქრისტეს უარყოფა. ძალიან ბევრი ქრისტიანი გააკეთებს ამას. ძალიან ბევრი. მათ შორის სასულიერო პირები, ნაწილასწარმეტყველებია. მათაც შეეშლებათ. პატივსაც მიაგებენ. შეგნებულად, არაშიშის გამო შეგნებულად, იმიტომ რომ ეგონებათ, რომ ის არის მართლა ღვთისაგან მოვლენილი. აი გეკითხებით, სად არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ არ შეგვეშლება? რა არის ამის გარანტია? და როგორც წეგან გითხარით, ერთადერთი წმინდა ეგნატეს სიტყვები. თუ არ იცნობ ქრისტეს, ვერ იცნობ ანტიქრისტეს.